კითხვა დავუსვით თქვენი რევკომის წევრებს. გეშინიათ რევოლუციის ბატონობა? ძალიან ცახცახებ. ხო და ამან რას ნიშნავს ეს კამერები აქ? ხო და რო ცახცახებ ეტყობა შემამჩნიეს და ახლა დააყენეს კამერები. ეს ალბათ ხუმრობად ჩაიფიქრა, თუმცა საქმე რომ სახუმაროდ არ აქვთ, ოცნებაში დანამდვილებით იციან. დასტური კი ეს კამერებია. სახის ამოცნობის ფუნქციით სამეთვალყურეო სისტემა პარტიამ პარლამენტის შიდა ეზოში დაამონტაჟა, სადაც მხოლოდ თავად გადაადგილდებიან და შეღწევაც მხოლოდ საშვის მქონე პირებს შეუძლიათ. თუმცა 4 ოქტომბერს შემადგენლობა აქ შესაძლოა შეიცვალოს. ოცნებაში არ მალავენ, რომ კამერებს სწორედ 4 ოქტომბრის მონაწილეებისთვის ამზადებენ. ხილათ იყვნენ არ მოსრიალდი ოქტომბრის ესე ვთქვათ ხილათ იყვნენ არ მოსრიალდი თავისებური ირონიითსა და 4 ოქტომბრის საპროტესტო გეგმის შეფასება დღეს კახაკალაძემაც, რომელმაც სამეთვალყურეო კამერებით უკვე მოამარაგა საკუთარი შტაბი, თუმცა დაცინვას მუქარად ახლავს. ანუ პარტია თან ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბერს მათ ძალაუფლებას საფრთხე არ შეექმნება, თან კი მოქალაქეებს უკვე ნაცადი მეთოდების გამეორებას უანონსებს. კალაძის ეს გზავნილი წითლიცის ბრიფინგზე პასუხია. ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა თქვა, რომ ძალადობის შემთხვევაში ქართველი ხალხი თავს დაიცავს. ძალადობისთვის კი მისი ინფორმაციით ოცნება ახლა არა მხოლოდ ძალოვანებს ამზადებს, არამედ მათ ფორმაში გამოწყობას სხვა უწყებების თანამშრომლებსაც უპირებს. თეიმურას კოპატაძეს და დაცვის პოლიციას კონკრეტული რაოდენობის დაცვის პოლიციის თანამშრომლების გამოყვანას თხოვენ. ყველა სტრუქტურაში მათ აქვთ რღვევა. მით უმეტეს ახლა გეკას თუ ჯეკას იმედად შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრად უფრო სუსტია და რაც ყველაზე მთავარია, რა ვიცი, თავის სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა. სულ უცხო პლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა. ათასობით საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იდგება ქუჩაში, ვერ შეძლებს ვერავინ დაუპირისპირდეს ძალიან მარტივი მიზეზის გამო. მართალი ხალხის ძალა არის ის, რასთანაც ყოველთვის წააგებს ოლიგარქი. 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირი ბრიუსელის ფოკუსშიც იქნება. არ შეგეშინდეთ თავისუფალი მოქალაქეების. ამ სიტყვებით ივანიშვილის პარტიას დღეს ევროკომისიიდან მიმართეს და ფორმულა ჟურნალისტის შეკითხვების საპასუხოდ ოცნებას დემოკრატიული ღირებულებები შეახსენეს. ქართველ ხალხს ისევე როგორც ყველას აქვს დემონსტრაციის მშვიდობიანად მოწყობის უფლება, რომ გააგებინოს თავისი ხმა. ეს არის ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში და აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას და აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის და არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ მათ ხმას მოусმინონ. თუმცა ამ გაფრთხილებას ოცნება თავდასხმით პასუხობს. პარტიაში ამბობენ, რომ პროტესტს საპასუხო ზომები მოყვება. ამ ზომების შესახებ კი მოქალაქეებმა უკვე ზუსტად იციან. ძალადობა, ფორმიანების თუ ტიტოშკების მონაწილეობით მოქალაქეების ცემა, მათი დევნა, ზოგიერთ შემთხვევაში კი წამებაც კი. ფრთხილად იყვნენ. კანონს ნუ გადააბიჯებენ. თორე კანონი პასუხს გასცემს. და ვეღარ უშველით მე Facebook-ზე პოსტი და საზღვარგარეთიდან აღშფოთებული განცხადება. მე კითხვა. იმიტომ რომ ის საზღვარგარეთმაც უნდა გაიგოს, რომ მარტო ისინი არ არიან ერები და ქვეყნები, რომ საქართველოს ქვეყანა და ერია და რომ აქაც კონსტიტუციაა. ამ ფონზე კი მოქალაქეები 4 ოქტომბრისთვის მზადებას აგრძელებენ. რეჟიმი არ მიდის არჩევნებით, რეჟიმი მიდის რევოლუციით. ამ გზავნილით პროტესტში ჩართვისკენ მოწოდება დღეს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაავრცელეს, რომლებიც ამბობენ, რომ მშვიდობიანი დამხობა შესაძლებელია და ამისთვის მნიშვნელოვანია რეჟიმმა ქუჩაში რაც შეიძლება მეტი მოწინააღმდეგე დაინახოს. 4 ოქტომბერს ქართული ხალხი იერთო დარწმუნება, რომ შესაძლებელია საქართველოში მშვიდობიანი რევოლუციური ცვლილებები. რეჟიმი არ მიდის არჩევნებში, რეჟიმი მიდის რევოლუციით. ასე რომ მოუწოდოთ მასობრივი მობილიზაციისთვის, უნდა ჩამოვიდნენ რეგიონები, უნდა ჩამოვიდეს აქ თითბეული კუთხის წარმომადგენელი, ამას პლუს თბილისელი და რა თქმა უნდა მშვიდობიანი რევოლუცია არის გარდაუვალი. რეჟიმი შეშინებულია, ივანიშვილმა დაიჯერა მისი გამარცხება და ქართულმა ხალხმა დაიჯერა ქართველი ხალხის გამარჯვება, რომელიც არის ძალიან ახლოს. 10-დან 9 ადამიანი მოდის 4 ოქტომბრის აქციაზე, ეს 9 ადამიანი მოდის გასამარჯვებლად იმისათვის, რომ დაამხოს რუსული ხელისუფლება დე-ფაქტო მთავრობის ადგილი არ არის საქართველოში. 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე შეკრება 4 საათზეა დაანონსებული. დილიდან კი მუნიციპალური არჩევნები უნდა გაიმართოს, რომელშიც ოცნებასთან ერთად მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი მონაწილეობს. პროცესს საერთაშორისო მისიები არ დააკვირდებიან. მათ შორის არ იმუშავებს არც ეუთო ოდირი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ დროულად არ მოიწვია. ბრიუსელში ფორმულას დღეს უთხრეს, რომ დამკვირვებლების პროცესიდან გამოთიშვაც სწორედ ოცნების შიშს ადასტურებს.